რეზერვების, ანუ ეს არის ოლიმპიური ცენტრი მოსამზადებელი. ჩვენ აკადემია რომ მაგდაგვარი რაღაცა სისტემა ჯუდო ხედავს პოლიტიკამდე. ეს ჩაგვირანზე იქნება თქვენი და მაქსიმალურად კონცენტრირებული აუგამზე. ეს ვიმყოფებით ჩვენ ოლიმპიურ მოსამზადებელ ცენტრში, სადაც ჩვენ დაგვიგმეთ სადღაც 2 კვირის წინ აქაურ მცველებთან ერთად, კერძოდ გოჩა ბერაძესთან ერთად, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ერთად გვევარჯიშოთ, ჩაგვეტარებინა ერთობლივი ცვლა. პირველი ეტაპი იყო, რომ ჩვენ მოსულიყავით აქ ოსტლანეთა ნაკრები ამ ოლიმპიურ ცენტრში, მეორე ეტაპია გვესტუმრებიან ჩვენ შევარდების ბაზაზე. რაც შეეხება ახლა ჩვენ და რაგბისა და ძიუდოს შორის მსგავს ელემენტებს არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ რაგბიც მოგეხსენებათ არის კონტაქტური სპორტი და ძიუდოც მთლიანად კონტაქტური სპორტია. ბიჭებს დარწმუნებული ვარ გამოადგება ეს ვარჯიშები, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი მსგავსი ელემენტი, რომელიც ჩვენ მოედანზე დაგვჭირდება. რაგბიში არსებობს ორთაბრძოლები, სადაც თქვა პერიოდულად წყდება ეს, მაქსიმუმ შეიძლება მოგიწიოს 20 წამი, რამოდენიმეჯერ გადაბმა ამისი, მაგრამ აუცილებლად მოგეცემა იმის დრო, რომ დაისვენო რაღაც მომენტი კონტაქტისგან. სირბილისგან არა, კონტაქტისგან და ჭიდაობაში ხო აი ხა სადაც ჩვენ ვარჯიშობთ ამ წუთას, ამის საშუალება მოთამაშეებს არ ეძლევათ რა, ანუ ორთაბრძოლაში არიან გაუჩერებლად, სულ კონტაქტში არიან ერთმანეთთან. მინდა ვთქვა, რომ არ არიან ბიჭები პროფესიონალი მოჭიდავეები, მაგრამ აი ამ ფიზიკურ ძლიერ დატვირთვას საკმაოდ ნორმალურად უძლებენ. მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური მზადების ცენტრში, სადაც ამ წუთას გადის ყველა ასაკობრივი ჯგუფი, მაგრამ განსაკუთრებით კადეტთა და ჭაბუკთა ნაკრებები. ის ძირითადი ნაკრები, რომელიც 2015 წელს თბილისის ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას. ძიუდო სხვა განსხვავებული სფერო არის და მაქსიმალური დაღლა. მაქსიმალური დაღლა აქედან არის გამოწვეული, რომ პირველი შეხება ქონდა ტატამთან, პირველი შეხება იყო კიმანოსთან, მაგრამ რაც მე შევხედე და რასაც დავაკვირდი და დავინახე, ძალიან ძლიერი ბიჭები არიან ფიზიკურად, ალბათ ეს უკვე თვითონ რაგბისმელებმა უფრო იციან, რომ დიდი შრომაა ჩადებული და მე როგორც ძიუდო სპეციალისტმა დავინახე ის, რომ ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად, ტოლს არ უდებდნენ ძიუდოისტებს. ერთი კუთხე, სხვა კუთხიდან რო შეგეხედათ, შეიძლება გეფიქრათ, რომ ძიუდოისტთან ჭიდაობდა რა. იმ ხელათი დაძაბული შეხვედრები იყო ჩოგ პარტელში.
და მე აღნიშნავ, რომ ფიზიკური მომზადება რაგბისტებს აი 20 წლამდე ნაკრებს ძალიან მაღალ დონეზე აქვთ გავლილი რა. მოგესალმებით ბიჭებო, დღეს როგორც თქვით, ის დღეა, სადაც ჩვენ უმასპინძლებთ მოჭიდავეებს, რომელთ შესანიშნავად გვიმასპინძლებს და ძალიან სასარგებლო ვარჯიში ჩაგვიტარეს, როგორ იყო? ყიოდათ მეორე დღეს ყველაფერი? გადავეთ კიდევაც. ეს ურთიერთგაცვლის პროგრამა გრძელდება. ეს არის ჩვენი მოფიქრებული და აი ბატონი გოჩასი ინიციატივი და ჩვენი რომ ერთმანეთი ჩვენ სპორტსმენებმა ყველაზე ერთმანეთს ნახონ და რაღაც თქვენი ერთმანეთის გულის ტკივილი თუ სიხარული ერთად შეგეძლოთ რომ გაუზიაროთ თუ ტექნიკური ილეთები თუ ნებისმიერი ფიზმომზადება ყველაფერი ჩვენ სისტემაში გვაქვს ამის კონტაქტი და ამას დავნერგა და იარსებობს აცი ამიტომ დღეს არის ირაკლი ჭყონი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მცველი და ყველა ეს ასაკობრივი ჯგუფში რაც არის ყველა მცველები ირაკლის თაოსნობით ხდება ამათი მომზადება და მე ცნა. ამიტომ დღეს ირაკლი და ნადარეიშვილი გიორგი არის ჩვენი 20-მდე ნაკრების მცველი ფიზმომზადებაში ერთად ჩაატარებთ ვარჯიშს ირაკლი დაგელაპარაკებათ და ამიტომ თქვენ ხართ განკარგულებაში ხა ამ ადამიანის ყოველთვის როგორც ჩვენთვის სასარგებლო იყო, ალბათ ძიუდოისტებისთვის სასარგებლო იყო, იმიტომ რომ სხვა გარემოში მოუწიათ საერთოდ ვარჯიში. კუნთების ალბათ სხვა ჯგუფი იყო ჩართული, რაღაც გარემოც ისეთი იყო, ძალიან კარგი იყო, გამოწვევა ჰქონდა ყველა ჯგუფს და ვფიქრობ, რომ როგორც ფიზმომზადების მსვლელმა აღნიშნა, კარგად გაართვეს და ალბათ ფსიქოლოგიურად, ანუ გადართვისთვისაც ძალიან კარგი იქნება რა, ანუ აქტიური გადართვა მოხდა, ანუ ისე აქტიური დასვენება მოხდა, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ სულ სხვანაირი ვარჯიშების კეთება მოუწიათ, რაც მე მგონი აქამდე არც ჰქონდათ გაკეთებული და სულ სხვანაირად დაიღალნენ ბიჭებიც მაგას თვითონვე იძახდნენ. ძიუდოისტებმა და რაგბისტებმა ორიომ კარგად ჩაატარეს ვარჯიში. სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებული სპორტებია ჩვენი და ამიტომ ბიჭებს ცოტა ადაპტირება მოუწიათ ჩვენს ფიზმომზადების ვარჯიშებთან, იმიტომ რომ ჩვენი უშუალოდ რეგბის სპეციფიკით არის ყველა ვარჯიში დაგეგმილი, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, კარგად კაი ბიჭები არიან ძალიან. ხარულები ვართ ბიჭებო თქვენი მასპინძლობით, თქვენი მოსვლით და ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ რომ ეს ჩვენი ეს დაწყებული ეს ინიციატივას დავიწყოთ, გაგრძელდეს და დიდი ის მიიღოს, უფრო ფართო მასშტაბების სახე მიიღოს ჩვენთან ერთად კლუბებში იმაში რომ ეს ჩვენ რაგბი და ჭიდაობა გავიდეთ ერთ საქმეს ვაკეთებ ერთი მიზანი გვაქვს ჩვენ რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და ჩვენ საზღვრებს გარეთ გავიტანოთ. ამიტომ ერთი იდეით და ერთი იმით ვართ ერთად გაერთიანებული და დანარჩენი რაც იქნება ცხოვრება ერთად ეხა პატარა ბიჭები ხართ ბევრი რამე იქნება რა ცხოვრებაში რა და სადაც ჩვენ შევხვდებით და ერთმანეთს ჩამოვართოთ და გადავხვდებით ერთმანეთს ხარში დაუდგებით ამაზე მაგარი არაფერი უფრო მაგარი ძლიერები ვიქნებით. ბიჭებო მე დავამატეთ რა ეხლა ჩვენებს უეუბნებით ხოლმე მაგას და თქვენც ანუ მინდა რომ გითხრათ რა ყველაფერი მოდის თავიდან. თავში რაც გაქვს შენი შიდა მე რასაც გეძახის იმას გააკეთებ რა და ამიტომ თავს ძალა დაატანეთ ყოველთვის რა შანსი არ არის ხა ადამიანი ისე რა ქვია 20 დღე არ ჭამს და ისე ძლებს და თავში როგორც კი დაიმაშვები
რა ქვია, რო ვეღარ ქაჩავ თავიდან, მე ყველაფერი გეკარგება. მე ფსიქოლოგიური ფაქტორი არის ძალიან მაგარი ხა. სხვათკის მე რო გამოხვალა ძირს თუ გაგორდები რა. მე მოწინააღმდეგეს მაგარ სტიმულს აძლევ მაგით რა. ჩვენს მაგ პრინციპით ვართ რომ რაც არ უნდა დაღლილი იყო, ფეხზე დადექი და სახეში შეხედე რა ყველა შენს მოწინააღმდეგეს რა. როგორი დაღლილიც არ უნდა იყო. რომ იმას არ კონდეს იმის სტიმული, რომ შენ გაჯობა და დაგღავა. თორე ორმაგი ძალა მიეცემა მე იმას რა. ანუ რანაირი დატვირთვებიც არ უნდა კონდეთ, ნუ მოიხრებით, ნუ დავარდებით, ნუ გაგორდებით, ადექით ფეხზე დასვენებითაც უკეთესად დაისვენებთ ეგრე რა. რა, კაი ბიჭები ხართ, მე მგონი ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და ჭიგრები, კაი ბიჭები. დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ესეთი მიღებისთვის, ესეთი მასპინძლობისთვის. მოხარული ვარ, რომ ესე შედგა ჩვენი ერთობლივად ვარჯიში. იმედოვნებ გაგრძელდება, როგორც ვთქვი, ჩვენ თქვენ ცოტა კოლექტივს მადლობას გიხდით ესეთი კარგი მიღებისთვის და მე როგორც თელმა კიდე რაღაც შევიძინე და ვისწავლე რა დღეს. და გასავარი არის შევიძინე რა კიდევ თქვენი სახეთ კიდევ კაი მეგობრები რა და ძალა ერთობაშია უკიდე ვფიქრობ რომ ყველაფერს ერთობლივად დავძლევთ როგორც თქვენ რაგბისტები ისე ჩვენ ჯიუდოისტები რა მადლობთ ყველაფერს